მე მაინტერესებს აი შეკითხვა მინდა დავუსვა. რატო უცხადებთ სოლიდარობას დამნაშავეს? აი პოლიციელის მცემელს, პოლიციაზე სილის გამწვნელს, სოლიდარობას რატო უცხადებთ? რატო? რახან ჟურნალისტია და კოლეგაა? ესე იგი ჩემმა კოლეგამ ადამიანი რომ მოკლას, ან ცემოს, ან რამე უნდა რომ დააშაოს, რახან ჩემი კოლეგაა, სოლიდარობა უნდა გამოუცხადო? რას ნიშნავს ეს? გამაგებინეთ რა. სოლიდარობა მზია ამაღლობელს. ჯერთი ვინ არის მზია ამაღლობელი? ეხლა გავიგე პოლიციელს რომ გააწნა სილა, მაშინ გავიგე მზია ამაღლობელი. ვინ არის, რაც წარმოადგენს? აი ნახეთ, როგორ ზღვას ღელვის შემდეგ აი ეს კაფი რომ მოედება ზევიდან, აი ეს კაფმა აი ეს ტივტივი დაიწყო რა, კაფმა და კიდე სხვა რაღაცა ტივტივებს წყალზე. აი ესე გამოჩნდა უკვე, რაც კი ნაგავი იყო, აი ესე ხელის გულზე დაიდო. რას გავს ეს? რა საქციელია და ძალიან მაინტერესებს, ახლა სწორი თქვა ბატონმა ნიკოლოზმა, ბორდია თუ ბორდელია რა. და შეიკრიბოს ეს ბორდელი თუ ბორდი და ნუ თუ არ გააგდებენ ამ ჩიქოვან ივანოვია თუ ვიღაცა ვასკას ეძახიან, თუ არ გააგდებენ საყვედური გამოუცხადონ და აუკრძალონ ეს სოლიდარობის გამოსვლები. და შავფორმიანებიო გესმით თქვენ? პოლიციელზე თქვა რომ შავფორმიანი პოლიციელს საქართველოს ღერბი ახატია ქუდზე და ფორმაზე. ანუ ის წარმოადგენს სახელმწიფოს. და შენ სახელმწიფოს წარმომადგენელს ეძახი შავფორმიანს. შავფორმიანი მე გამიგია შავრაზმელები. და აი ზოროზე რო არის ფილმი, აი ზოროს და მის მიმდევრებს ეცვათ შავი ფორმები. და პირატებს ეცვათ კიდე შავი დროშა ეკეთა გემზე და შავი ფორმები. ესე იგი პოლიციელი და შავრაზმელი ერთი და იგივე ყოფილა. რანაირად აზროვნებთ, ტვინი ამობრუნებული გაქვთ. ძალიან საინტერესოა რა. თქვენ ხართ იცით ვისი მიმდევრები, აი ეს აბაშიძე რო არის, ცოლს რო აქირავებდა რა. სახელი არ მახსოვს. აი მისი იდეოლოგიის ხალხი ხართ და თქვენ ხართ მიხეილ როთის იდეოლოგიის წარმომადგენლები. არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში სოლიდარობა არ შეიძლება გამოუცხადონ სახელმწიფო დამნაშავეს. ამ ხალმა ჩაიდინა სახელმწიფო დანაშაული. თანაც ძალიან მძიმე, უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. და თქვენ გამოდიხართ და სოლიდარობას უცხადებთ. და აი გარეთოთ განანო პროტესტის 50 დღე, 50 დღე კი 150 დღე რო გავიდეს, სახელმწიფოს ვერ ჩამოშლით. ვერა, იმიტომ რომ თუ სახელმწიფომ სისუსტე გამოავლინა, მაშინ ჩვენ შევქმნით ანტიმაედანს, სხვათა შორის ეს კონტურები უკვე მოხაზულია. თუ სახელმწიფომ არ ივარგა, ჩვენ გავაკეთებთ ანტიმაედანს და მაგ მაედანს დაგამხობთ თავზე. არ მოგცემთ უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პატარა ქვეყანა, საქართველო, სადაც ახლა უნდა შემოვიდეს უზარმაზარი ინვესტიციები. უნდა აშენდეს პორტი, უზარმაზარი, უნდა აშენდეს დიდი აეროპორტი და ტრანზიტულმა თვითმფრინავებმა უნდა იაროს საქართველოს გავლი და მილიარდები უნდა დატრიალდეს და ამისი ჩაშლა გინდათ. და ის დრო გინდათ, რომ სახლიდან რო გამოვდიოდით, თავმოჭრილი ადამიანები რო ეყარნენ ქუჩაში. მე კარგად მახსოვს ეგ. გამოვიდოდი სახლიდან მეტროდელისთან ცხოვრობდი მაშინ. გამოვიდოდი სახლიდან ვიღაცა მკვდარი ეგდო. გამოვიდოდი სახლიდან ვიღაცა თავმოჭრილი იყო. აი ეგ დრო გინდა დაბრუნდეთ. საძმოები რო იყო და საქმეების რჩევები რო იყო და ტყვიები რო ზუზუნებდა და ბავშვებს ვერ ვაძინებდით სახლში, საიდან შემოვარდებოდა ბრმა ტყვია, ეშმაკმა იცოდა. აი ეგ დრო გინდა დაბრუნდეთ. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის აღშენებლობაზე ვიფიქროთ. რაღაცა კარგზე ვიფიქროთ, ბიზნესის განვითარებაზე ვიფიქროთ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე ვიფიქროთ და 1000 სხვა სასიკეთო ამბავზე. დამდგარხართ და ქვეყნის დანგრევა გინდა და აი ახლა ჩამოიშლება ეკონომიკა, ჩამოვშლით ქვეყანას, რა ჩამოშლით, რის ჩამოშლით?